ჩვენს ირგვლივ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. სოლიდური სიმსივნის წელიწადში 50 მოზარდი ავადდება, თუ საჯარო სამსახურის ყველა მოხელე საკუთარი ანაზღაურებიდან ყოველთვიურად ერთ ლარს გაიღებს, შესაძლოა მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ერთი დღე ბერი ანდრეას ფონდში, ნინუცა კახნიაური, დავით ევზაძე და გიორგი წურწუმია დეტალებით. ირაკლი 8 წლის, გიორგი 6 წლის, ლიზიკა 7 წლის, ლიზიკა 5 წლის, გიორგი 18 წლის. ეს კი ანაა 7 თვის. ამ სახლის ყველაზე პატარა სტუმარი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული მოზარდები რეაბილიტაციის კურსს გადიან. დედა თინათინი დედობას ერთდროულად 47 ბავშვს უწევს. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი ჯილდო ეს არის ის, რომ ეს ბავშვები მე დედას მეძახიან და ყველაზე ძალიან ეს მაკლდა, რომ ყურში დე და ეს ბავშვები ამას მთელი გულით მეძახიან, მთელი სიყვარულით და ამაზე მეტი არაფერი არ არის დედამიწაზე, ვერაფერი ვერ შეედრება ამას. და მე ამისთვის ვარ უზომოდ მადლობელი და ბედნიერი, რომ ეს ბავშვები მართლა როგორც დედას ისე მიყურებენ და მე მართლა მთელი გულწრფელობით, როგორც ჩემი ერთადერთი შვილი მიყვარდა, მამა ანდრია, ზუსტად ისე მიყვარს ყველა ეს ჩემი შვილი. ერთი შვილის დედა ვარ ეხლა ამდენი შვილის დედა და ძალიან მიხარ. ბერი ანდრეას ფონდი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დედა თინათინმა ერთადერთი შვილი დაკარგა. ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა, მომავალში კი ბერი ანდრეა სვანეთში დაიბადა. ეკლესიური ცხოვრება 10 წლიდან დაიწყო. 15 წლის ასაკში მძიმე, უკურნებელი სენით დაავადდა. 8 თვე ლოგინში გაუნძრევლად იწვა. ბიჭი ჯერ სტიქაროსანი გახდა, შემდეგ კი მორჩილად აკურთხეს. 17 წლის იყო, როცა პატრიარქის ლოცვა კურთხევით ბერა დაჰკვეცეს და სახელად ანდრეა უწოდეს. ანდრეა 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან დედას თხოვა, რომ მძიმე სენით დაავადებულ სხვა ბავშვებზე ეზრუნა. დედამ შვილს პირობა შეუსრულა. თავიდან, როდესაც დავიწყეთ ჩვენ მამა ანდრიას დანაბარების ასრულება, მაშინ იმ დროისათვის ქონდა ის თანხა, რაც მამა ანდრიას ქონდა მისთვის, რასაც წირავდნენ და ჩვენ სახლიც გავყიდეთ და ეს თანხა რაც დაგვრჩა, აი ამ თანხით დავიწყეთ ყველაფერი. მამა ანდრიას დანატოვარი, დაბარებული, ავასრულეთ მისი თანხით, რაც ქონდა თავიდან დარჩენილი. დედა თინათინი უკვე 5 წელია სხვის შვილებს ეზრუნავს. სოციალურად დაუცველი სიმსივნით დაავადებული ბავშვები რეაბილიტაციის პერიოდში საკუთარი სახსრებით და შემოწირულობებით დაქირავებულ სახლში კვირაობით მოყავს. სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს სოლიდარობის ფონდი, თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო ძვირადღირებულ მკურნალობას და საზღვარგარეთ საჭირო ოპერაციებს უფინანსებს. იმ თანხებს კი, რაც ბავშვებს ოპერაციების გარდა ესაჭიროებათ, ბერი ანდრეას ფონდი გამოყოფს. თუმცა ხშირად შემოწირულობა საკმარისი არ არის. აქ რო ბავშვი და მშობელი შემოდის, მისთვის ყველაფერი უფასო არის. კვება, ჰიგიენის ნივთები, წამლები, რომლებიც გართულების შემდგომ ბავშვებს ესაჭიროება და ძალიან ძვირი ყის, ხშირად სჭირდებათ ანტიბიოტიკები და ძვირადღირებული ანტიბიოტიკები ამას ყიდულობთ. რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებლები, სხვადასხვა ისეთი მედიკამენტები, რაცაც ექიმი გამოუწევს, როდესაც ბავშვის მდგომარეობა ამას მოითხოვს და დამძიმდება. თუ ბავშვის მდგომარეობა არ არის დამძიმებული, ამ სახლში მაინც არის ერთი კვირის მანძილზე, იმ შემთხვევაში ჩვენ მოგვყავს ლაბორატორიას, ვიძახებთ და ვუკეთებთ ანალიზებს, რომ ვიცოდეთ ზუსტად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე როგორ მიყვარს შენ არის? აი ეს ჩემი მოხალისი და ჩემი ექიმია, სადახარ? ანუ კარგი პასუხია, ხა? ანუ ხო, მეგონა რომ მეტასტაზია. იცი? კინო არ გავიკეთე. აი, როდესაც თანხები გვიმთავრდება და აღარა გვაქვს
კარდაკარ დავდივარ. მადლობა ღმერთს სამინისტროებს მივმართავ და აი სამინისტროები მოვლენ, მოკრიბავენ თანხებს და მოგვიტანენ და ამით გვეხმარებიან და აი არ მცხვენია, იცით, მამა ანდრია როდესაც იყო ავად, არავისთვის არასოდეს არაფერი არ მithოვია. ჩვენ გავყიდეთ სახლი და ჩვენ ახლობლები გვეხმარებოდნენ ნათესავები და არავისთვის არაფერი არ მithოვია და ამ ბავშვებისათვის დავდივარ კარდაკარ და მე არ მცხვენია, პირიქით დიდი სიხარულით და ემით დავდივარ, რომ ვიცი რომ მოვალ სახლში და ამ ბავშვებს ყველაფერს გავუკეთებ და მოუტან და მართალი გითხრათ რომ უკვე ძალიან გვიჭირს და მუდმივად რაღაც ვალებში ვიმყოფებით და სულ ეხლახან შევძელით და გადავიხადეთ 4 თვის ვალი ქონდა სახლის იჯარის და აი ამ თვეში გადავიხადეთ მადლობა ღმერთს კეთილი ადამიანების დახმარებით. ამ სახლის კედლები ყველა იმ ბავშვის სახელს იტევს, ვინც დედა თინათინისგან საკუთარ სახლში განკურნებული დაბრუნდა. ქრისტინემ მძიმესენი დაძლია. ყველაზე რთული პერიოდის გახსენება არ უნდა და მათ გამხნევებას ცდილობს, ვინც ამ დაავადებას ახლა ებრძვის. იმ ბავშვებს მინდა მიმართო, ვინც ზუსტად იმ პერიოდს გადის, რაც მე უკვე გავიარე, რომ თავარია შემართება და იმედი. გიორგი წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოეწყო. წინ დიდი გეგმები აქვს. 4 წელია რაც სიმსივნეს ებრძვის. ახლა იაპონიაში სამკურნალოდ მიემგზავრება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ იაპონიაში წავსული იყავი ასეთი განსხვავებული მეთოდით მემკურნალა და ძალიან დიდი შემართებულად ვარ და შეუპოვრად ვარ, რომ იმედი მაქვს, რომ აი ეს მკურნალობა გაამართლებს. დღეს დედა თინათინის ყველაზე დიდი საზრუნავი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი 12 წლის ბუბაშა ლამბერიძეა, რომელიც ქიმიოთერაპიის კურსს გადის. მოზარდის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. დრო ცოტაა, ბუბას სulis ტვინის ტრანსპლანტაცია სასწრაფოდ სჭირდება. ბუბა რა ვიცი, ალბათ ყველა ქიმიაზე თითქმის რამოდენიმეჯერ მოგვიკვდა, აი რასაც ქვია. ოპერაციაზეც გამოვიდნენ ექიმები და მიცხენ, რომ აი ძალიან ცუდი მდგომარეობაა, დავხურეთ ოპერაცია. ერთადერთი სulis ტვინის გადანერგვა და სასწრაფოდ გაყვანა საქართველოდან. იმეც გვაძლევენ, რომ აი ძალიან კარგად იქნება ბუბა ამ გადანერგვის შემდეგ. ხალბატონო მაკა, თბილისის მერიამ ბუბას ოპერაცია დააფინა სამთლიანად და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს უკვე დაფრინდეთ და ბუბას ჩამოტაროთ ეს ოპერაცია, რომელიც დიდი მადლობა გაიხარეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა გაიხარეთ. კილოცა ბაბა, მზად ხარ? გოგო აქ მეგიცეკვე. Aba